Dieх. დილამშვიდობისა, ვასილი პეტროვიჩ. დილამშვიდობისა, ბელა რუდოლფოვნა. ისევ ადრიანად მოსვლა გადაწყვეტეთ. დიახ, აგერ საქმე არაფერია და ყვავილებს ვრწვა. დღეს ადრე მოვედი განთიათამდე. გაფიცულებს რომ არ დავენახე. სინათლეზე მოვედი და გაფიცულები არ მინახავს. ეს რატომ? იმიტომ რომ ისინი იქ არ არიან. როგორ არ არიან? ვას, ჯერ ისევ აქ ხარ? მეგონა ამ ჯანდაბა ქვეყნიდან გაემგზავრე. სადაც გინდა, დიპლომატიური პასპორტი გაქვს. დრამატიზირებას ნუ ახდენ. ასეთი მშვიდი რატომ ხარ, ვერ ხვდები? სკორიქს უნდა დაურეკოთ, არმია ჩავთოთ. რაღაც უნდა გავაკეთოთ, სამხედრო მდგომარეობა გამოვაცხადოთ. შენ ჭკუაზე ხარ თუ არა? რაკეტები გვაქვს, რაკეტები, უბრალოდ დავცხებთ და მორჩა. რა რაკეტები, ადამიანები დავხოცოთ, გაფიცულები? რა გაფიცულები? მეტეორიტი. რა მეტეორიტი? რა ხდება, ვერაფერი გავიგე. საერთოდ არაფერი იცი? არა, საერთოდ არაფერი. რა მოხდა? Люблю свою собаку. Я всего на свете член, почти что супермен, но редко лезу в драку. Знает весь двор мой приговор, слуга народа. Почти все есть, достоинство и честь, и даже крики браво. Персональный самолет мне выделил народ, а что, имею право на животу. Вот тут набью тату, слуга народа. ხალხის მსახური გახმოვანებულია აჭარა ნეტკომის მიერ. საერთოდ ეს მეტეორიტი აზრად როგორ მოგივიდათ? საიდან გაჩნდა? იქიდან? საიდან? საით? იქით. იორევანის დამწინით? მეგონა ადეკვატური ადამიანები იყავით. საქმიანი წინადადებები იქნებოდა. ვასილი პეტროვიჩ, ვერ გავიგე, უკმაყოფილო რით ხარ? გინდოდათ ხალხი დაშლილიყო? აგერ იორევანის ყველა საშუალებით ხომ არა? ეგრა გვაკლდა ეს ხალხი ბრანსბოიტით გაგვეყარა. გთავაზობდი, რა, გაზითაც შეიძლებოდა. ყველა აბუჩად მიგდებთ? ვასილი პეტროვიჩ, მეტეორიტი ნორმალური სტიქიური უბედურებაა. კალიები, წყალდიდობები, ბიბლია გაიხსენეთ, ყოველთვის მუშაობდა. მეც ამ მეტეორიტის წინააღმდეგი ვიყავი. ვთავაზობდი, გაიხსენეთ, გვირგვინმა როგორ იმუშავა, ბაც და მორჩა. ამდენის ძუაზე და ხარჯვა, ლაპარაკები კი მთელი წელი გაგრძელდა. საერთოდ ყველა რაზე ლაპარაკობთ? ზარდასრული ადამიანები ხართ, ნორმალური წინადადებები გქონდათ? დიახ, ეპიდემიებს ვთავაზობდი. ქათმის გრიპი. ამერიკა აღმოაჩინა რა. ვთავაზობდი, მეორე ენის საკითხი დაგვეყენებინა. წყნარად. უკიდურესობამდე ნუ მივდივართ. ვასილი პეტროვიჩ, ენის საკითხი მომენტალურ ფედერალიზაციას გამოიწვევს. იქნებოდა როგორც წინა წელს მათთან სახალინზე. რეფერენდუმი ჩაატარეს, გამოეყვნენ. აღმოჩნდა, რომ არავის ჭირდებათ, არც თავისიანებს, არც იაპონელებს. ფიქრობ, რომ მეტეორიტი, ვასილი პეტროვიჩ, ეს იდეალური ვარიანტია. ბელა რუდოლფოვნა პრეზიდენტი თავისთან არის? არა, მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე. გასაგებია. ჩემ მერე იქნებით. აქსანა, აქ რას აკეთებ? მთელ სამინისტროში გეძებ. ბრიტანელებთან შეხვედრა გვაქვს. გადავდე. რატომ? იმიტომ რომ არ მოხვედით. კარგი რა. გეკითხებიან, აქ რას აკეთებ? მოვედი პრეზიდენტს თქვენი საქციელის შესახებ დაველაპარაკო. ესე იგი, ჩემს ჩასაშვებად მოხვედი. იქნებ ჯერ მე დამელაპარაკო. უნაყოფოა. თქვენთან ილაპარაკებ, არ ილაპარაკებ, სერგეი ვიქტოროვიჩ, ბოდიშვიხტი იქნებ ურთიერთობების გარკვევა სხვა ადგილას წადოთ. აბა წამოდი.
ყველაფერს მივხვდი, ახლა ყურადღებით მომისმინეთ, პატივცემულო კოლეგებო. ასტროლოგებო და თქვენს იურივანიჩი მეტეორიტი. ეს თემა ამოვწურეთ, გასაგებია, დღესვე საღამოს ბოლოს აღარაფერი გავიგო. არც გაზეთებში, არც ტელევიზორში, ინტერნეტში. მეტეორიტი გაუქმებულია, გასაგებია, მეტეორიტი არ არის. ვასილი პეტროვიჩ, მაპატიეთ, მაგრამ ის მიფრინავს, საით მიფრინავს, აქეთ. ესე იგი ასე. ეგ შენი მეტეორიტი უკან თავის სახლში გაფრინდეს, თავის ბაზაზე. ან სადმე დედამიწის გარშემო, მხოლოდ უკრაინაში არა, კრემლში გაფრინდეს. ვთავაზობდი, რას? ეს მხატვრული გამონათქვამია, გასაგებია თუ არა? არ იქნება მეტეორიტი, ხალხი მაედანზე გამოვა. გაჩუმდით ერთი წამით. ერთი წამით. ხალხი არსად არ გამოვა. ყველაფერი მოვიფიქრე. პირველ რიგში, საბიუჯეტო მოსამსახურეთა დაბეგვრა გაუქმდეს. იმიტომ რომ ეს რაღაც ბოდვაა. თავად დაფიქრდით, როგორ შეიძლება გადასახადები იმ ადამიანებისგან მოიღო, რომლებსაც ხელფას ამავე გადასახადებიდან ვუხდით. რაღაც ისულელე, წარმოუდგენელი. და მეორე სიმდიდრეზე გადასახადი დაწესდეს, დიახ, იმიტომ რომ დიდრებმა ღარიბებზე გადაიხადონ. ეს ყველაფერია, კითხვები არის, კითხვები არ არის. დიდი მოგითხვა. თქვენ მოსიარულე გაუგებრობა ხართ, როგორც ბავშვს ისე დაყვებით. თქვენს არაორგანიზებულობას ვიტან, თქვენ დაუდევრობას. ვიფიქრე გამოიცვლებოდით, მაგრამ სამსახურში ისე როგორც დისკოტეკაზე ისე მოდიხარ და იცით რატომ? იმიტომ რომ მიგიფურთხებიათ, საკუთარ რეპუტაციაზეც მიგიფურთხებიათ, ქვეყნის რეპუტაციაზეც. თქვენ უბრალოდ უდარდელი ადამიანი ხართ. არასასაცილო ანეკდოტების მოყოლის და კაფებს როგორც დიოთ, მეტი არაფერი იცით. მორჩა, დავასრულე. ესე იგი უდარდელი. უდარდელი. არასასაცილო ანეკდოტები. ვილაპარაკეთ რომ წყენის გარეშე. წყენის გარეშე. შეჩერდი? ახლა შეიძლება მე ვთქვა. ვასილი პეტროვიჩი ხარ შეიძლება დაკავებულია. სად, ჩემ კაბინეტში? მინისტრი მუხინი საკუთარ თანაშემწესთან ურთიერთობებს არკვევს. და ვინ ვის? არ ვუსმენ. ჯერ პრე. კარგი. მაშინ წავალ და ყავას დავლევ. ხო, არ ვიცი მოდუს პრეცედენტე რას ნიშნავს, მაგრამ ქვეყნის საქმეებს ვაგვარებ. როგორც შემიძლია. ხანდახან პროტოკოლით არა, მაგრამ მაინც ვაგვარებ. შენ კი საქმიანი მიგერას ნიღაბი ჩამოიცვი და თვალებ მოჭუტული წელში მოხრილი დადიხარ. რამდენი წლის ხარ? 27-ის. ახალგაზრდა გოგო, ფიგურა, ფეხები, ის. ყველაფერი რიგზე გაქვს. რიდადი ხარ, ასეთი კაბით ბებია ჩემი დავასაფლავეთ. ცოტათი უნდა შეიცვალო ვარცხნილობა, ხანდახან ტუჩები მაინც შეიღებე. მაშინ იქნებ ნორმალური მამაკაცი იპოვა, ცხოვრებასაც უფრო მარტივად შეხედავ და ტვინსაც აღარ გამიბურყავ, საჭიროა თუ არა? მორჩა? წყენის გარეშე. წყენის გარეშე. ბრიტანელებთან რა ხდება? შეხვედრა საღამოსთვის გადავიტანე. მაშასე, ჩვენი წიწილები დავითვალოთ ბატონებო. ქვეყანაში არასტაბილურობა. ადამიანების ცხოვრება გაუარესდა. გოლობაროტკას რეიტინგი ისევ ეცემა. ვიხსნები. Full House. Gare. Street Flash. Flash Royale ბატონებო. ბოლო დროს განსაკუთრებით მიმართლებს. გოლობაროტკა პატარა ბიჭებით წამოიგო. და აღნიშნეთ რომ ჯერ არ ვწოლილ ვართ. ასე რომ ვფიქრობ ერთი კვირა მაქსიმუმ 2 და თქვენ სათამაშო პრეზიდენტი გაღოლებათ. Good evening, Secretary of State for Foreign Affairs. როგორც ხედავ, მარტო ხართ. სამწუხაროდ მეც მარტო ვარ. ჩემი თანაშემწე როგორც ყოველთვის აგვიანებს. სერგეი ვიქტოროვიჩ დამცენით? აქსანა, შენ ხარ? რა, ძალიან შევიცვალე. არა, უბრალოდ უმფროსობის აზრი გავითვალისწინე. არ მოგწონთ? რატომ პირიქით? უბრალოდ მკერდი. მკერდი რა? არსებობს. დამცენით? არა, კარგია რომ არსებობს. სერგეი ვიქტოროვიჩ, ყურადღება მოიკრიბეთ, რამდენიმე წუთში დელეგაცია მოვა.
ის შემახსენე თუ შეიძლება ვის ხვდებით? ბრიტანელებს. მოემზადეთ, მე კი წავალ და სტუმრებს დამხვდები. სერგეი ვიქტოროვიჩ. დიახ. შემთხვევით აპერატივის არ შეუკეთებთ? დიახ. Holy shit. ჩვენ ქვეყანას ბევრ ამაში გამომართლა, მაგალითად გეოგრაფიული ადგილმდებარეობით. უკრაინის ტერიტორიის გავლით 10-დან 4 ევროპული სატრანსპორტო კორიდორი გადის. კიევიდან ევროპის ნებისმიერ ქალაქში სატვირთოს 2 დღე-ღამეში შეუძლია ჩავიდეს, მაგრამ საბაჟოსთან პრობლემები გვაქვს. საბაჟო ჩვეულებრივ ტვირთების გაფორმების სიძნელეები, გადამზიდავებს აფერხებს. ზუსტად ასეა. ასევე ჩვენ ქვეყანაში 10 მსხვილი საზღვაო პორტია. მათგან ყველაზე მსხვილი ოდესის პორტია. ყოველდღიურად ოდესის პორტში შედის და გამოდის. შედის და გამოდის. შედის და გამოდის. რა? უკაცრავად. შედის და გამოდის. გემები. სად? გემები შედიან და გამოდიან, კიდევ რა შეიძლება შედიოდეს? ხო, დიახ. ოდესის პორტის გამტარუნარიანობა ეს 21 მილიონი ტონა მშრალი, 25 მილიონი ტონა ჩასასხმელი ტვირთებია წელიწადში. კლიმატშიც გაგვიმართლა ცხელი, მაგრამ ზომიერი კლიმატი. მსუბუქი ზამთარი. და მაღალი ტენიანობა. მევენახეობის განვითარებას ხელს უწყობს. მსოფლიოს შავი მიწის მარაგის 33%. ჩვენ ქვეყანას საშუალებას აძლევს მზესუმზერის წარმოების და ექსპორტის შედეგად პირველი ადგილი დაიკავოს. იყოს ლიდერი რძის პროდუქტების წარმოებაში. ხორბლის ექსპორტში მეორე ადგილზეა. ბუნებამ ასევე ენერგეტიკული მოსაზრებითაც არ გვემწყუნა. დიახ. ტერიტორია მსოფლიოს 0.4%-ია. უკრაინაში წიაღისეულის მარაგი მსოფლიოს 5%-ში ადგენს. ასევე უკრაინაში ქვანახშირის მსოფლიო მარაგის 3%-ია. ნავთი. 1.7 მილიარდი ტონა, ასევე 6 მილიარდი კუბომეტრი გაზი. თუმცა ისინი ძალიან ღრმად იმყოფებიან. რამ მდენად ღრმად? ძალიან ღრმად. მესმის თქვენი. ძალიან კარგია რომ ყველაფერი გესმით. ვასილი პეტროვიჩ. ვასილი პეტროვიჩ, ჩემი გესმით? დიახ. ანიჩკა. მოპატიეთ ბელა რუდოლფოვნა. ვასილი პეტროვიჩ, გელოდებიან ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან გაქვთ ჩახედრა. დიახ, დიდი მადლობა. დიახ, ნამდვილად. საერთოდ დამავიწყდა. შევწყვიტოთ, მოგვიანებით განვაგრძოთ. წინააღმდეგი ხომ არ ხართ? რა თქმა უნდა არა. მადლობას გიხდით. ვასილი პეტროვიჩ, დიახ. აუცილებლად გავაგრძელებთ. კარგით, მადლობა. ჩაი დაასხი? დავასხი. შეხედე ერთი. მომისმინე? უარყოფა. მეტეორიტი ლუციფერი კოსმოსურ ნაგავს შეეჯახა, რის შემდეგაც მიმართულებას შეიცვლის და სადღაც წყნარი ოკეანის აკვატორიაში ჩამოვარდება. ასე როგორც პრეზიდენტმა გოლობა რო თქვა, ეს საინტერესო არ არის. ხედავ, შენ კი გული მიგდიოდა სამყაროს აღსასრული გადაიდო. მაშინ თუ ასია, ამ ჯანდაბის კარს როდის მიამაგრებ? ხვალ მივამაგრებ. პეტია. რა პეტია, სამუშაოზე მაგვიანდება. არადა დასვენების დღე მომეწყო, სახლში მოხმარებოდი. კარები მიმემაგრებინა, არა კომუნალურზე უნდა გამოვიმუშავა. შენს ვაჟს მადლობა. სხვათა შორის ის შენი ვაჟიც არის. ეს კიდევ საკითხავია. გვესმის, რომ ეს კანონი მსხვილი კაპიტალის გადინებას გამოიწვევს. ქვეყნის ყველა ბაზრიდან, რაც თავისუფლებ როგორც გესმით, ინფლაციის ზრდას გამოიწვევს 10%-მდე. უკაცრავად. ამიტომ ჩვენი მხრიდან ამ კანონის ვიზირებას ვითხოვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება.
კი, დიდი. დიახ, დიდი. ანუ ვეტოს დადების იმედი უნდა გქონდეს, სწორად მესმის? ვასილი პეტროვიჩი. დიახ. ვეტოს იმედი უნდა ვიქონიოთ? ვეტოს იმედი უნდა გქონდეს. რატომაც არ უნდა გქონდეს? და კიდევ ერთი საკითხი. კურსის სტაბილიზაციის ორ ვარიანტს გთავაზობდით, მოახერხეთ გასცნობოდით. რა თქმა უნდა. კარგია და რომელ ვარიანტს ვამტკიცებთ? უკეთესი რომელია? ბატონო პრეზიდენტო. ვასილი პეტროვიჩ, ორი ვარიანტი უკეთესი, რომელი ვარიანტია? რომელია უკეთესი? თეთრი მგონი? თეთრი? რა თეთრი? მისმინეთ, საიდან უნდა მოვირჩიო? ორ ვარიანტს მთავაზობთ თქვენ თვითონ. ვასილი პეტროვიჩ, უკაცრავად რომ ისევ გაწყვეტინებთ. პროფკავშირების წარმომადგენლები გელოდებიან. ორივე. ყველა. როგორ ყველა? ბატონო პრეზიდენტო, ბოდიშს ვიხდი მხოლოდ ერთი წუთით. პირად საკითხზე. დიახ. გულობაროტკა, მესმის რომ სხვა galaktikაში ხარ, მაგრამ თუ შეიძლება დედამიწაზე ცოტა ხნი დაბრუნდი. კარგი. მასია მინდა დიმა პოლონეთში ექსკურსიაზე გავუშვა. ახლა დოკუმენტებს ვამზადებ. შენი თანხმობაა საჭირო. და პასპორტის ასლი მომიტანე თუ შეიძლება. კარგი, ქსეროკოპიოს მოვიდა. ოღონდ აუცილებლად. აუცილებლად. გულობაროტკა, მომავალ კვირას საელჩოში მივდივარ. მომავალ კვირას აქ ხალხი უკვე 1 საათია მელოდება. ვასილი პეტროვიჩ, ძალიან გთხოვ, როგორც ყოველთვის არ დაგავიწყდეთ. მოვიდა. მორჩა, გავიქეცი. მოდით, ავიღებ. მაპატიეთ. არა უშავს. თქვენი სტრატეგიული ნამუშევარი. აგერ. ძლიერი ხომ არ იყო? არა. მაშინ პრე, იქნებ რამეცი ვიდაიდოთ. აბა, ბარკალი. მხოლოდ ფირთაშის გაყინული ანგარიშები გვაქვს. სასაცილოა. კარგი, საღამომდე. დიახ, საღამომდე. ლიფტან. მართლა? დიახ. მეც ლიფტან. ერთად. მოდი ერთად. ანნა მიხალნა. დიახ. დიახ. ანნა მიხალნა. თუ ჩემი მოსაზრება დაგაინტერესებთ? დიახ, რა თქმა უნდა, თქვით. თეთრი. რა თეთრი? თეთრი ფერი. თეთრი. მეთქვი? კი, მეთქვი. თეთრი ფერი მეთქვი. მომეჩვენა რომ თეთრი ფერი ბევრად გიხდებათ. უკაცრავად, მაგრამ არ მესმის. რა არ გესმით? არც მესმის, მაგრამ თქვენგან თეთრი ქვედასაცვალი მივიღე. ტელეფონით გამოგიგზავნეთ? რაღაც უხერხულად გამოვიდა. ეს მე მეუხერხულება ძალიან ახლა რა ვქნა ღმერთო. შემთხვევით გამომივიდა, უბრალოდ შემდეგაც ფოტოებს უგზავნიდი. თუ შეიძლება ძალიან მეუხერხულება. უხერხულია, ხო? საერთოდ უხერხულად ღმერთო ეს ლიფტისა დაიკარგა. ძალიან გიხდებათ. გთხოვთ ახლა წითლდები. მადლობა თქვენ თუმცა. უკაცრავად. თქვენ ხომ არ ხართ მანდ? აგერ როგორ დაინთხვა? გამარჯობა. უკაცრავად. ასეთი დღას ლიფტში არ შეიძლება. მოდი ლიფტში შევიდეთ. შევიდეთ. რომელი სართული? მესამე, თქვენ ალბათ იმედი მაქვს ფოტოები წაშალეთ. წაშალეთ ხომ ასეა? არა, რა თქმა უნდა. ხო, კი, წავშალე. იმ წუთში ეგრევე. ვიცოდი რომ წესიერი ადამიანი ხართ. ავიღებ. უკაცრავად, დღეს ისეთი მოუხერხებელი ვარ. სინამდვილეში მადლობა. ბევრი საკაღალდია. ინებეთ. გავჩერდით? მგონი აღარ მივდივართ. ეს ლოგიკურია. მდგავართ, ესე იგი არ მივდივართ. არიღებოთ ლიფტში ხშირად ვიჭედებით და საერთოდ არ ვხედავ. ერთხელ გავიჭედე და ერთი დღის შემდეგ გამომიყვანეს. მტყუილად მითხარით, იმიტომ რომ ახლა შეიძლება კლაუსტროფობია დამეწყოს. კლაუსტროფობია გაქვთ? ჰაერი არ მყოფილის. დავშვედით? ალო, მე ლიფტე. ალო, მე ლიფტე. არ შეგიძლიათ ჩუმად ისუნთქოთ. ლიფტი ორის არ მესმის. მე ლიფტე, როგორ გესმის? ალო, გავიჭედე. არავის ესმის. მომეცით? რა მინდა გეხმაროთ? ჰაერი არ მყოფილის. გული მკერდიდან ამოვარდება. აი მოусმინეთ. გესმით? გი, მესმის. გულწრფელად გითხრათ, კარგი ზომაა, მეჩვენება რომ გული მეორე მხარეს გაქვთ. სხვა მხარესა? კი. აბა, აქ სადეთ? ეს თქვენია? ალბათ გესმით. ალბათ გულია. გულია. ისეთი კეთილი და ღია, მზრუნველი გული გაქვთ. გულებები. იცით რა, შეგიძლიათ გამიხსნათ. უკვე დროა? დროა.
ახლა გახსნა არ შემიძლია, მე ხომ გული მიჭირავს. გულს გაუშვით და გამიხსენით. მართლა, გაშვება არ მინდა, კარგი. თქვენ არა, მე. უკაცრავად, აქ გაგიხსნა? დიახ, გამიხსენით. მაინც ასეთი ამოარჩიეთ, ხო? დიახ. დიხდებათ. მადლობა. არაფერს. ეს ისეთი. რა. დააკნიეთ. დავაკ, უკეთესია? ჩემზე. ბოდიში. სუნთქავთ? მომასუნთქეთ. ასე კარგია? კარგია, ხო? არა. რა, კიდევ რა? რამე მითხარით. აქ რომ ვინმემ რამე მომიყევით. რა შემიძლია მოგიყვეთ? ანატომია შემისწავლია, ისტორია. ისტორიკოსი ვარ. ბიზანტიის ისტორია, უძველესი დრო, ეგვიპტე. ერთად, ორივე ნახევარსფერო მუდმივად ომობდნენ საშინელება. გაჩუმდით რა. შემომხედეთ. ასე ბევრად უკეთესად ვარ. როგორი თვალები გაქვთ? უძირო. ჩვეულებრივი. მეჩვენება რომ მათში ჩავიძირები. ფიქრობთ რომ ჩაიძირებით? ნამდვილად. ვასილი პეტროვიჩ, მან ხართ? ყველაფერი წესრიგშია? ვასილი პეტროვიჩ, ჩემი გესმით? დიახ, ბელა რუდოლფოვნა. ახლავე გამოგიყვანთ მხოლოდ 1 წუთი. დედა, უდრო-დროს დარეკვის ნიჭი გაქვს, სწრაფად ილაპარაკე. პეტია, არიცი ვასილის პასპორტი სად არის? ვეძებ და ვერაფრით პოულობ. ვერ წიპოვი, მე მაქვს. შენ რატომ გაქვს? სუბსიდიებისთვის. შენმა სასწაულმა ხომ კომუნალურს აუწია. რა მოხდა? არაფერი, ვასენკას პასპორტი უნდა მიუტანო. კი, აბა გავიქცევი. პეტია, ყუთი არ აყიდა და დავფიქრდები. ასეთი რა ადამიანი ხარ? ასეთი ვარ, მავნებელი და ბოღმა. მაგ ხალხის მტრისთვის არაფრის მიტანას არ ვაპირებ. თუ გინდა შენ თვითონ მიუტანე. ვერ ვასწრებ, მორიგე ვარ. ხო, შეგეძლო უკვე პენსიაზე ყოფილიყავი ვიღაცას. დამსახურებული დასვენება რომ არ ჩამოერთმია. მორჩა არ ბძალია. გამარჯობა. სალამი უცნობო ლამაზმანო ღვინის ბოთლი. საღამო სიბნელეს კარგავს. ეს ანა მიხალნა, ჩემი მრჩეველი. საერთო საკითხებში. დიახ, თქვენ მოვიტანე. ღვინო. უბრალოდ მითხარით რომ მეღვინეობა შემესწავლა. კარპატები ექსპორტისთვის საუკეთესო კანდიდატია. გამახსენდა. ნამდვილად მე ანა მიხალნას ვთხოვე? დიახ. დავავალე. ეს ღვინო ჩვენი არ არის. არ გინდათ. კარპატების. წარმოგიდგენიათ კარპატებს გადავატრიალებთ. ანა მიხალნასთან ერთად ვიფიქრეთ, რომ ცუდი იდეა არ იქნებოდა. ასეა ხომ სამამულო ღვინის ექსპორტის ხარჯზე. ქვეყნის ბიუჯეტი გაგვემდიდრებინა. დიდი მადლობა. არაფრის. კარგად შევისწავლეთ. არ ვიცი როგორ იხსნება. უკაცრავად. ანა მიხალნა, ღვინო მომეცით, ღვინით არ მოხვედით? დიახ. რთული დღე გქონდათ ალბათ. მოიხინეთ. ნახვამდის. ყველივე კარგი. აი, ასეთი ბოთლია. მე მგონი კარგი ვარიანტია. კარგით, რაზე შევჩერდით? ვამბობდი 5 ქვეყნიდან ტიპები შეიძლება ჩამოვიდნენ, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლაში დაგვეხმარებიან. კარგი. ხვალვე შეუძლიათ ჩამოსვლა. ეს აქ რა შუაშია? რა? ვხედავ ვიზარდებით გოლობაროტკა. საით ვიზარდებით? როგორ საით? თანაშემწე აიყვანეს სრულ 5-იანზე. არა, გამართული 4-იანია, თუმცა ოჯახს. ეს ანა მიხალოვნა პროფესიონალია. კი. წმინდა საქმიანი ურთიერთობები მაქვს. იგი შემომჩნია ძალიან პროფესიონალური. მისი მხრიდან საღამო 10 საათზე ღვინის ბოთლით მარტო ხელა პრეზიდენტის კაბინეტში უაღრესად საქმიანია. შენ რა გშურს? მერტო ჩემო ოჯახ. რაზე ლაპარაკობ? რა მინიშნებებია? ვასია, რა ვასია გითხრა? ერთხელ გეუბნები კიდევ. არის 5 ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან ჩამოსვლა შეუძლიათ კორუფციასთან ბრძოლაში დაგვეხმარონ და ამისთვის 20 მწვანეა საჭირო. იდეა მომწონს ხომ გითხარი? ჩემგან მეტი რა? უბრალოდ საჭიროა ოლგა იურემნამ 20,000 გამოყოს და მორჭა. არ ვიცი. 20,000 ადვილი ამოცანა რა თქმა უნდა. მიდუმეტეს რომ როგორც მივხვდი, ჯერ ღვინის ექსპორტზე ვერაფერს ვშოულობთ. თუმცა რამეს მოვიფიქრებ. კარგი. ხვალამდე. საუცხოა. დიდხანს არ გააგრძელოთ დროებით. დროებით.
აბა, თითო. კი. ასე ვთქვათ, კორუფცია მოიხსენიოთ. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ წავიღო. მინდა გავიგო იტალიურ ღვინოს ექსპორტზე როგორ გავიტანთ. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.